როგორ შევქმნათ კლასში გუნდური და თანამშრომლობითი გარემო? ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ვისაუბრებთ, თუ როგორია მრავალფეროვნება და სოციალურ-კულტურული კონტექსტი და რა როლი აქვს თანამშრომლობის პროცესში, როგორია გარემო და გუნდური მუშაობის უპირატესობები და რა მეთოდებით შეგვიძლია მოსწავლეებს ვაჩვენოთ გუნდური მუშაობის უპირატესობა, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება თანამშრომლობის პროცესში, სკოლის კულტურა და კლიმატი. პირველ რიგში განვიხილოთ მოსწავლე როგორც ინდივიდი. რადგან თითოეული მოსწავლე განსხვავდება ხასიათით და პიროვნული ნიშნებით, თითოეული მათგანი განსხვავებული ოჯახიდან არის და შესაბამისად სხვადასხვა ღირებულებების მატარებელია, განსხვავებული გამოცდილება აქვთ, ტემპერამენტი, ძლიერი და სუსტი მხარეები, ინდივიდუალური სწავლის ტემპი და უნარები და შესაძლებლობები. შესაბამისად, საკმაოდ დიდია გამოწვევა, როდესაც კლასში ერთმანეთისაგან განსხვავებული ამდენი მოსწავლე გვიზის და მათი რაოდენობა ძალიან ხშირად აჭარბებს 20 და 25-საც კი, როგორ შევქმნათ კლასში გუნდური გარემო. ჰუმანისტური თეორიები გვეუბნებიან, რომ გარემოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც თითოეული ჩვენგანი იბადება თვითაქტუალიზაციის განსაკუთრებული მოთხოვნილებით, შესაბამისად, შფოთვა და სოციალური ფონი ძალიან ხშირად უშლის ხელს ადამიანს წარმატების მიღწევაში, რადგანაც მაშინ, როდესაც დარღვეულია უსაფრთხოების განცდა, ეს ყველაფერი გუშლის ხელს პირველ რიგში იმისთვის, რომ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი გარემოში, არა თუ რაიმე გუნდურობაზე ვილაპარაკოთ. ასევე ზოგიერთ მოსწავლეს აქვს იდეალიზებული მესხატი, რაც გულისხმობს, რომ აქვთ ძალიან მაღალი სტანდარტი საკუთარ თავთან მიმართებით, ძალიან ბევრს ელოდებიან საკუთარი თავისგან და შეცდომების მიმართ დამოკიდებულება არც თუ ისე ჯანსაღი აქვთ. სწორედ ამ პროცესში არსებობს თანაგანცდის სირთულე, როდესაც ამდენი მოსწავლეა, როგორ ჩამოვაყალიბოთ თანაგანცდა და რა ფაქტორები მოქმედებს მოტივაციაზე. თითოეული ჩვენგანი ხომ ასეთი განსხვავებულია. შესაბამისად, ის რაც ამოტივირებს ერთ მოსწავლეს, აბსოლუტურად არ ამოტივირებს მეორეს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჰუმანისტური თეორიების ცოდნა და კარგად გაცნობიერებული თითოეული მათგანი ჩვენი ძლიერი იარაღია, რადგანაც სოციალური ცნობიერება ყალიბდება ადრეული ასაკიდან. სოციალური ცნობიერება გულისხმობს სხვა ადამიანის პერსპექტივიდან სიტუაციის შეხედვას, რას გრძნობენ სხვა ადამიანები და რა ასაკიდან უნდა მოთხოვოთ მოსწავლეებს, რომ იყვნენ ემპათიურები და შეძლონ სხვის ადგილას წარმოიდგინონ საკუთარი თავი. ახლა წავიკითხოთ პატარა სიტუაციას და მსგავსი სიტუაციების მოფიქრება ყოველთვის შეგვიძლია და რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ მსგავს სიტუაციურ ანალიზებს, მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომ ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბდეს თანაგანცდა მოსწავლეებში. კახა და გოგა ფეხბურთის გუნდის კაპიტნები არიან. მათ გუნდში კიდევ ერთი ბიჭი უნდა დაიმატონ. კახა გოგას თვალით ანიშნებს თემურისკენ, რომელიც ჯერ არავის აურჩევია და როგორც წესი, სულ ბოლოს ირჩევენ ხოლმე. გოგა კახას შეხედავს, გაუღიმებს, თავს დაუქნევს, რაღაცას ანიშნებს და თემურს აირჩევს გუნდში. თემურმა ყველაფერი დაინახა და დაბნეულია. უკვირს, თუ რატომ აირჩია გოგამ თავის გუნდში. ასეთ სიტუაციებზე შეიძლება დავსვათ შეკითხვები, თუ რატომ გაუღიმა კახამ გოგას, რატომ დააქნია გოგამ თავი, რატომ აირჩია გოგამ თემური გუნდში და რატომ ფიქრობს მოსწავლე ასე. როგორ ფიქრობთ, მიხვდა თემური თუ რატომ აირჩიეს გუნდში და დაასაბუთე მოსაზრება. როგორ ფიქრობთ, როგორ გრძნობს თემური თავს? მსგავსი სიტუაციების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში. რადგან გონების თეორია გვეუბნება, რომ ეს არის უნარი, რომ სიტუაცია შეაფასოს სხვა ადამიანების პერსპექტივიდან. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინება გვეხმარება იმ ცოდნასთან ერთად, რა ცოდნაც მოიაზრებს, თუ რომელ კლასშია მოსწავლე, რადგან 6-7 წლის მოსწავლეებს ძალიან უჭირთ სხვა ადამიანის პერსპექტივიდან მოვლენების გააზრება, რადგან ეგოცენტრულობა გაცილებით მეტია ამ ასაკში. ამ ასაკისთვის რა თავისებურებებია დამახასიათებელი და რა სტრატეგიები გამომადგება. შესაბამისად, მსგავსი სახელმძღვანელოები არის მასწავლებლის სამაგიდო წიგნი და გაცილებით გვეხმარება მოგუძებნოთ ახსნა ამა თუ იმ სიტუაციას და ცოდნა არის ჩვენი ძლიერი იარაღი. გარდა ამისა, განვიხილოთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა თანამშრომლობითი სწავლების შესახებ. თუ ეს არის შედარებითი კვლევა, რომელიც
გულისხმობს ინდივიდუალური სწავლობის მიდგომები თუ თანამშრომლობითი გარემო, რა უფრო კარგ გავლენას ახდენს მოსწავლების აკადემიურ წარმატებაზე. პირველ რიგში რა არის თანამშრომლობითი სწავლება? ეს გულისხმობს რამდენიმე მიდგომას. ეს შეიძლება იყოს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური. ფორმალური თანამშრომლობითი სწავლება შედგება მოსწავლეთა მცირე ჯგუფებისაგან. მათ სურთ ერთად მიაღწიონ საერთო სასწავლო მიზნებს და დაასრულონ კონკრეტული ამოცანები და დავალებები. ამ პროცესში მასწავლებლის როლი არის გაცილებით უფრო სტრუქტურირებული, რადგანაც ის განსაზღვრავს აკადემიურ მიზნებს, ანაწილებს მოსწავლეებს ჯგუფებში და განსაზღვრავს მათ როლს, შესაბამისად აწყობს გარემოს და სასწავლო რესურსებს, ერთვება პროცესის მონიტორინგში, ახორციელებს ინტერვენციას საჭიროებისამებრ, ამოწმებს დავალებას და მოსწავლეებს აძლევს უკავშირს. ესე იგი, ეს არის პროცესი, სადაც მმართველი მაინც მთლიანად მასწავლებელია და მისი მიდგომები. ახლა განვიხილოთ თანამშრომლობითი სწავლება არაფორმალური მიდგომებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი მეთოდი, დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. ეს მეთოდი გვეხმარება, რომ მოკლე დროში გაკვეთილზე რამდენჯერმეც კი 2-3 წუთით, შეიძლება 4 წუთით მოსწავლეები დავაწყვილოთ და დავეხმაროთ, რომ მოკლე პასუხები გასცენ ერთად ამა თუ იმ შეკითხვას. უმეტესად ფოკუსირებულია წყვილებში მუშაობაზე და ამ პროცესში წამყვანი არის ერთმანეთთან დადებითი კომუნიკაცია. ამის შემდეგ არის გრძელვადიანი თანამშრომლობა. ეს უფრო მეოთხე კლასიდან შეიძლება დაიგეგმოს ჰეტეროგენული ჯგუფები. მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ერთ ჯგუფში იყოს სხვადასხვა აკადემიური შესაძლებლობის მქონე მოსწავლე. ეს არის პროცესი, რომელიც გაცილებით გრძელვადიანია და მასწავლებელი ანაწილებს 3-5 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებს, შეადგენს განრიგს, ისინი კვირაში 2-3ჯერ მაინც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, მოსწავლეები დამოუკიდებლად იკრიბებიან და იღებენ პასუხისმგებლობას ჯგუფის სხვა წევრების აკადემიურ წინსვლაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი არის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ესე იგი, მოსწავლეები იღებენ პასუხისმგებლობას ერთმანეთის აკადემიურ წარმატებაზე. შესაბამისად, თუ მასწავლებელი დასვამს სწორ შეკითხვებს, ის აუცილებლად გამოავლენს, რამდენად კარგად იმუშავა გუნდმა და ეს არის მეთოდი, რომელიც არ სრულდება საგაკვეთილო დროს. შესაბამისად, მოსწავლეებს გაცილებით მეტი დრო აქვთ ერთმანეთთან არაფორმალური და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. თანამშრომლობითი სწავლების ელემენტები გულისხმობს დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი არის მასწავლებლის მონიტორინგი და დროული ჩართულობა. ანგარიშვალდებულება. გუნდურ მუშაობებში ძალიან ხშირად ხდება არაკეთილსინდისიერება, ეს არა მხოლოდ მოსწავლეებს ეხება, ზრდასრულ ადამიანებსაც და სტუდენტებსაც, რადგან ჯგუფში არსებობს ყოველთვის 1-2 წევრი, რომელიც უფრო მეტ პასუხისმგებლობას ინაწილებს და სხვები სარგებლობენ ამ პროცესით. ეს ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დასვას შეკითხვები, თუ რა როლი ჰქონდა თითოეულ მათგანს, ან შეიძლება საწყის ეტაპზე თვითონ გადაუნაწილოს როლები. ინდივიდუალური ძალისხმევა. აქ მასწავლებლის როლი არის კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი და თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სანდოობის განცდა. ამ პროცესში შეიძლება დაგვეხმაროს ინდივიდუალური შეკითხვები, ან პატარ-პატარა ინტერვიუს კითხვარი, სადაც ძალიან კარგად გამოვლინდება თუ რა ემოცია აქვს თითოეულ მოსწავლეს და რა თქმა უნდა მუდმივი რეფლექსია. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს 175-ზე მეტი კვლევა, რომლებმაც გამოიკვლიეს თანამშრომლობითი, კონკურენტული და ინდივიდუალისტური ძალისხმევის შედარებითი გავლენა ურთიერთობების ხარისხზე. თანამშრომლობა ხელს უწყობს ინდივიდებს შორის ინტერპერსონალურ მიზიდულობას, ვიდრე ინდივიდუალისტური ან კონკურენტული ძალისხმევა, რაც გულისხმობს, რომ როდესაც ჩვენ მოსწავლეებს მუდმივად ვუბიძგებთ, რომ შენ უნდა იყო ყველაზე ყოჩაღი, შენ უნდა იყო ყველაზე მაგარი. ეს კვლევები გვიდასტურებს, რომ ამ ყველაფრის დრო დამთავრდა და გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ ადამიანები, როგორც აკადემიურად, ასევე ურთიერთობებში, ვინც გუნდურად უფრო მეც მუშაობს. ის, ვისაც აქვს მხარდაჭერა თანაკლასელებისა თუ კოლეგებისაგან. შესაბამისად, კონკურენტული გარემო არც ისე კარგია და ამას ჯობს ჯანსაღი და მეგობრული გარემო ამ თვალსაზრისით და კონკრეტული კვლევების მიხედვით. ახლა კი როგორ შევქმნათ კლასში გუნდური და მეგობრული გარემო. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად ვიცნობდეთ თითოეულ მოსწავლეს. ამაში ძალიან კარგად დაგეხმარებათ ჩვენს Facebook გვერდზე განთავსებული გაცნობის ბარათები,
ჩვენი Facebook გვერდი არის სახელით ჩვენი სუპერძალა და აუცილებლად გამოიწერეთ როგორც Facebook, ასევე YouTube არხი. ყოველი გაკვეთილი დაიწყეს წესებზე საუბრით და მოსწავლეების ჩართულობით. ეს არის პროცესი, რომელიც არასოდეს არ კარგავს აქტუალურობას და მნიშვნელოვანი არის, რომ მოსწავლეებს ძალიან კარგად ესმოდეთ წესების არსი. რომ ამ წესების დაცვით ისინი პირველ რიგში საკუთარ თავს ეხმარებიან და არა უნდა დაიცვა იმიტომ, რომ წესია და მორჩა. გააზრებულად დაცული წესები გაცილებით უფრო გრძელვადიანია და ნაკლებ პროტესტს იწვევს. კვირაში 3-4 ჯგუფური აქტივობა მაინც. ასევე ჯგუფური აქტივობების იდეებს ნახავთ ჩვენს Facebook გვერდზე და გვიდევს YouTube-ზეც მსგავსი ვიდეოები. და ამ ყველაფრის მუდმივი რეფლექსია. თვითრეფლექსიის ბარათებსაც ნახავთ ჩვენს გვერდზე, წახალისებისა და არასასურველ ქცევაზე მკაფიო მოლოდინები და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ციკლურობა. ციკლურობა არის ის, რაც გვეხმარება სასწავლო პროცესში ნებისმიერი ქცევის განმტკიცებისთვის. ფაქტობრივად შეუძლებელია სხვაგვარად ნებისმიერ სასურველ შედეგზე გასვლა. განვიხილოთ სიტუაცია. მესამე კლასში ტარდება ხელოვნების გაკვეთილი. ყველა მოსწავლემ ერთ დიდ ფურცელზე უნდა შექმნას ერთობლივი ნამუშევარი. ჩვენი საყვარელი დღე სკოლის დიდი შესვენებიდან. უცებ სიტუაცია იძაბება. ერთი მოსწავლე ისაკუთრებს ფურცელს, იწყებს ყვირილს, რომ არავინ ეცდის მუშაობას. ის ფიქრობს, რომ ვიწრო ძის და ასე ხატვა შეუძლებელია. ითხოვს, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს. მსგავსი შეკითხვები დაგვეხმარება ასეთი სიტუაციების გაანალიზებაში. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია პრობლემა? გადაჭრის რა გზები არსებობს? და უნდა მისცეს თუ არა მასწავლებელმა ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება. და რატომ ფიქრობთ ასე? რა თქმა უნდა, კოლეგების აზრი განსხვავებული არის, თუმცა ჩემი გამოცდილებით იმ მოსწავლეებს, რომელთაც კლასში ხშირად აქვთ კონფლიქტი, ასევე ძალიან ხშირად ვამუშავებ ჯგუფებში ერთად, მანამ სანამ არ დადგება სასურველი შედეგი, რადგან განსაკუთრებით დაწყებით კლასებში შეუძლებელია დასკვნა, რომ მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. დაწყებით კლასებში ყველაფერი არის დამოკიდებული თამაშზე და ნაკლებად არის პიროვნული წყენები, ხომ? შესაბამისად, თუ ჩვენ მუდმივად ვეცდებით, რომ მათ გადავაჭრევინოთ პრობლემა და ერთმანეთთან ვასაუბროთ, ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება. აქვს თუ არა გავლენა სასკოლო კულტურას მასწავლებლის მიდგომებზე? რა თქმა უნდა, თუ კლასში არ არის მეგობრული გარემო სკოლაში და მასწავლებლები და კოლეგები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ცხადია მასწავლებელი არის მუდმივად იმ რეჟიმზე, რომ დაასრულოს სამუშაო საათები, წამოვიდეს სახლში და შესაბამისად ძალიან რთულია თუნდაც ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება, რადგანაც კოლეგების რჩევები ძალიან ხშირად გვეხმარება, რომ გქონდეს გაცილებით წარმატებული პრაქტიკა. რა სახის მხარდაჭერა გვაქვს თანამშრომლობითი სწავლების ხელშეწყობის თვალსაზრისით? აქ მნიშვნელოვანი არის დავფიქრდეთ სკოლის ადმინისტრაციის მოთხოვნები და ჩართულობა როგორია ამ პროცესში, რადგანაც სკოლის ადმინისტრაცია როდესაც უწყობს ხელს ამ პროცესების დაგეგმას, გვთავაზობს ალტერნატივებს, გვთავაზობს კონკრეტულ აქტივობებს და არის მხარდამჭერი ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც გაცილებით მეტი აქვს мотиваცია, რომ განახორციელოს მრავალფეროვანი აქტივობები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლაში მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, თუ რა სახის მხარდაჭერა გვჭირდება მასწავლებლებს. და როგორ ფიქრობთ, ვისი ვალდებულებაა მხარდაჭერის გაწევა, ხომ? ყველა ადმინისტრაციის, ყველა თანამშრომელს აქვს თავისი ფუნქცია, შესაბამისად, თუ კი ჩვენ სკოლა გთხოვს, რომ გავცეთ უკავშირი, აუცილებელი არის, რომ ეს უკავშირი აისახებოდეს კონკრეტულ ქცევებში. და იყო თუ არა თქვენთვის სასარგებლო აღნიშნული ინფორმაცია. აქ იგულისხმება ეს ვიდეო და ძალიან გამიხარდება თუ დამიწერთ კომენტარებში. კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ნახავთ მსგავს აქტივობის ბარათებს ჩვენს Facebook გვერდზე, რომელიც მე პირადად მეხმარება, რომ მოსწავლეებმა თვითრეგულაციის უნარებზე ძალიან კარგად იმუშაონ და როდესაც კლასში მსგავსი სამუშაო პოსტერები მქონდა გამოკრული, მოსწავლეები ბრას უმკლავდებოდნენ ძალიან მარტივად მიდიოდნენ და მათთვის სასურველ აქტივობას არჩევდნენ. ხოლო შეცდომების გააზრებაზე მუშაობისთვის ძალიან კარგი არის თვითრეფლექსიის ბარათები. თუ ამობეჭდვა ვერ ხერხდება, შეიძლება ეს ყველაფერი გავაკეთოთ ზეპირად, ინდივიდუალური საუბრებით და ასე შემდეგ. რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის გვახსოვდეს, რომ ჩემმა მასწავლებელმა ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარი მაჩუქა. მას ყოველთვის ჯეროდა, რომ მე შემიძლია. და თუ ჩვენ
დავიჯერებთ, რომ თითოეულ მოსწავლეს აქვს სუპერძალები და ჩვენი ვალია მათ დავეხმაროთ აღმოჩენაში, გაცილებით უფრო ბედნიერი და თანამშრომლობითი იქნება სასკოლო გარემო. რადგანაც ბენჯამინ ფრანკლინმა ძალიან დიდი ხნის წინ გვითხრა: მითხარი და დამავიწყდება, მასწავლე და დავიმახსოვრებ, ჩამრთე და ვისწავლი. და მე ვისურვებდი, რომ ეს ფრაზა ძალიან მალე განხორციელდეს და იყოს უფრო მეტად პრაქტიკული და არა კედელზე დაწერილი. ეს გახლავთ გამოყენებული რესურსები, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ ჩვენი არხი, შენი სუპერძალა და ყველას გისურვებ წარმატებებს. შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგწეროთ პირად შეტყობინებაში Facebook-ზე ან დაგვიკომენტაროთ.